ბათუმის მუსიკალურ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე აღინიშნა. ორგანიზატორები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ბათუმის მერია, აჭარისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიები, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ბათუმის კლუბი. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები. ღონისძიებაზე გამოიფინა აფხაზ შემოქმედთა მიერ შექმნილი ტილოები, ხელნაკეთი ნამუშევრები და წიგნები. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, სახალხო დიპლომატიის განვითარებისა და აქტიური სამეცნიერო საქმიანობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ პედაგოგებს აქსანა კვიცინიასა და ვანო პაპუნიძეს. ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ ძალიან ემოციური სიტყვები, ძალიან ემოციური გამოსვლები იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, აფხაზები და ქართველები უნდა იყვნენ ერთად და სხვა გამოსავალი მართლაც არ არსებობს. და აქედან აჭარიდან ეს ძალიან კარგად ჩანს. აჭარა არის მაგალითი იმისა, რომ ქართველებს და აფხაზებს მართლაც შეუძლიათ მშვიდობიანად იცხოვრონ ერთ ქვეყანაში, დარჩნენ აფხაზებად, ამავე დროს დარჩნენ ქართველებად და ერთად აშენონ საერთო ქვეყანა და საერთო სამშობლო. დასასრულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და აჭარაში მოღვაწე პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემები, აფხაზური სკოლისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ცენტრის შექმნის საკითხი, ერთობლივი მიმდინარე და სამომავლო პროექტები. გამოიკვეთა აფხაზეთისა და აჭარის ტელევიზიების დამოუკიდებელი მაუწყებლობის მნიშვნელობა.